პოლიტიკურ მოძრაობას, ერთ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, ჩემი გადაცემის ბოლო ნაწილის სტუმრები, ლევან ცუცქირიძე, რომელიც თავისუფლების მოედნის მთავარი დამფუძნებელი, ასე ვთქვათ, ლევანთან ერთად სიმონ ჯანაშია იმყოფება ჩვენთან ერთად და დებიუტი ჩემს სტუდიაში, ყოველ შემთხვევაში, მარიამ გელაშვილი, მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. მაყურებელს უთხრათ, რომ ჩვენ როგორც განათლების პოლიტიკაზე, სიმონთან განსაკუთრებით, ლევანთან ერთად ზოგადად პოლიტიკაზე ბევრ საუბრობთ ამ სტუდიაში, მაგრამ დღევანდელი მოწვევის მიზეზი მაინც გახდა 8 თებერვალს კვირას 15 საათზე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაგეგმილი დიდი შეხვედრა თავისუფლების მოედნისა და საზოგადოებრივი ასამბლეის ორგანიზებით. ეს არის გარკვეული ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის. სხვა შორის კარგი მიგნებაა და ვიზუალურადაც საინტერესოდ გამოიყურება გული თავისთავად კარგად არის ჩასმული ამაში და სამოქალაქო ფორუმის ფორმატი იქნება, ასე ქვია, მოსაწვევებში ასე ფიგურირებს. ლევანს მინდა პირველ რიგში ვკითხო, რატომ გაჩნდა ამის აუცილებლობა, აუცილებლობა დიდი ხანია უკვე არსებობს, რომ რაღაცა ახალი დინამიკა შეიძინოს ქვეყანაში პოლიტიკურმა პროცესმა, მაგრამ რით იქნება ეს განსხვავებული? რა სიახლეს თავაზობთ საზოგადოებას ამ ფორუმის ორგანიზებით? დიდი მადლობა მოწვევისთვის. აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცეოდით, როდესაც ქვეყანა ისტორიულ გზაჯვარედინზე იყო ხოლმე. იქნებოდა ეს დამოუკიდებლობის მოპოვების წინ, როდესაც საქართველოს საზოგადოება შეიკრიბა და თქვა რომ აი ასეთი მომავალი წარმოგვიდგენია ჩვენი საქართველოსთვის, ასე იყო დამოუკიდებლობის აღდგენის წინ, როდესაც შევიკრიბეთ და ვთქვით რომ აი ასეთი უნდა იყოს საქართველო, უნდა იყოს დამოუკიდებელი და ასე უნდა მოხდეს ახლაც, როდესაც ჩვენ უნდა ვთქვათ რომ დრო და ეპოქა, როდესაც ამ ქვეყანას მართავდნენ შიშით, ტყუილებით, დაშინებით, სიცრუვით, დეზინფორმაციით, რეპრესიებით და ადამიანებს შორის კედლების მშენებლობით დამთავრდა და უნდა დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა და ახალი ეპოქა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ეს ახალი ღია სამოქალაქო პოლიტიკური პროცესი. ხშირად ისმოდა კრიტიკა, რომ აი არ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი და ასე ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს ახალი პოლიტიკური პროცესის, ახალი პოლიტიკური ცხოვრების შექმნაში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან რეპრესიები დამთავრდა, ან რაღაც აბსურდი რაღაცები პირიქით დინამიკა კიდევ უფრო და ეს კიდევ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, რომ მე ღრმად მჯერა ამის, რასაც ახლა ვამბობ, რომ საზოგადოებაში, მთლიანად საქართველოს საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, არსებობს თანხმობა იმაზე, რომ ცვლილებები არის აუცილებელი. და ასევე იმაზეც, რომ ის, რასაც ქართული ოცნება სთავაზობს ქართულ საზოგადოებას, არ არის გეგმა მომავლისთვის. მათ შეუძლიათ ადამიანები კიდევ შეაშინონ, კიდევ შეეცადონ მოატყონ და შენ, მაგრამ იმასაც ვხედავთ ჩვენ, რომ აი ეს პოლარიზაციის ტაქტიკა, ეს ყალბი არჩევანები, რომლებსაც ისინი ქმნიან, ხო, აი თუ ჩვენ არ ვიქნებით, იქნება ომი, ხო, თუ იქნებიან სხვები, იქნება არეულობა და ქაოსი. ეს უკვე გაიცვლითა და აღარც მუშაობს და ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა ადამიანები დღეს კიდევ უფრო ხმამაღლად საუბრობენ ცვლილებების აუცილებლობაზე. საუბრობენ იმაზე, რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ ახლა საჭიროა, მათ შორის იმისთვისაც, რომ ჩვენ შევიკრიბოთ და დავინახოთ მომავალი, მაგრამ საჭიროა შევქმნათ ეს ფორმატი და ყველა საზოგადოების წარმომადგენელს მივცეთ საშუალება მოვიდეს, იმსჯელოს, წარმოვიდგინოთ ეს მომავალი საითკენაც მივდივართ ჩვენ და გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა. ამიტომ ეს ფორუმი არ არის არაფრის დამთავრება. ეს ფორუმი არის დასაწყისი ახალი ეტაპის და მათ შორის იმ ეტაპის, როდესაც აი ამ წინააღმდეგობის ენერგიამ, პროტესტის ენერგიამ და შემდეგ რაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვაგროვეთ და გვაქვს, მიიღოს ორგანიზებული პოლიტიკური პროცესის სახე და სტრუქტურირებული გარკვეული გაგებით. მადლობა ლევან და მარიამს სამ დაუსვავ შეკითხვას, როცა ამბობთ, რომ აი ამას გვეუბნებოდნენ, გვიკიჟინებდნენ, რომ ამის ნაკლებობა ასე შემდეგ. ერთ-ერთი რაც იყო სხვათა შორის, რომ პრეტენზიები, რომ აი ახალი სახეები გვინდა და ახალი პოლიტიკური ძელი, ამის მაგალითი ხართ პრინციპში თქვენ, რომ დღეს უკვე მენიუში პოლიტიკურში, დემოკრატიულ მენიუში ამ თვალსაზრისითაც არის სიახლეები და ძალიან მნიშვნელოვანია. და კარგია, რომ ამ რთულ სიტუაციაში რეპრესიების პირობებშიც კი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, დამატებითი რისკები აიღონ საკუთარ თავზე, ოჯახზე და ასე შემდეგ და მარიამ, ხარ თუ არა ინფორმირებული, რომ რთულ პროცესში შედიხართ თქვენს
თანამებრძოლებთან ერთად და ეს სირთულე ძალიან კონკრეტულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგალითად ხელისუფლების არასათანადოდ აღიარება, არ აღიარებაზე აღარ ვლაპარაკობ, თუ შესაბამის სიტყვებით არ მოიხსენიებ, შეიძლება სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდეს. ჩემი კითხვა ნახევრად რიტორიკულია ამ შემთხვევაში, მაგრამ თქვენ ამ ფორმატის, ამ ტიპის დინამიკის აუცილებლობას როგორ შეაფასებთ, რატომ არის საჭირო რაღაცა ტიპის შეკრების სივრცეებში, არა მარტო ქუჩაში უკვე პოლიტიკაზე საუბარი და გეგმების შედგენა. მადლობა მოწვევისთვის, მიხარია თქვენთან მოსვლა. პირველ კითხვას უპასუხებ, რომ კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჩვენგანისთვის ცხადია ის ვითარება, რაც ქვეყანაშია და ყოველდღიურად ხედავთ, როგორ იჭერენ უდანაშაულო ადამიანებს და ხო, რა თქმა უნდა, ეს შიში არსებობს, თუმცა მე დღეს არ შემოვერთი თავისუფლების მოედანს, ფაქტობრივად ალბათ 1 წელია უკვე რაც ერთად მუშაობთ და ჩემი აზრით ერთმანეთს ძალიან ვაძლიერებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ერთი გუნდი ან თანამოაზრე ადამიანები, რომლებიც მსგავსად ხედავენ ამ ქვეყნის განვითარებას, ერთად იბრძვიან ამ პროცესში. მარტო ალბათ გამიჭირდებოდა, მაგრამ ამ ადამიანებთან ერთად არ არის ისეთი რთული, როგორც შეიძლება ჩანდეს. და მეორე კითხვას ვუპასუხებ, მეორე კითხვა ეხებოდა, რატომ არის მნიშვნელოვანია. ამ ფორმატის შემოტანა პოლიტიკურ პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია, ხო? იმიტომ რომ ქუჩაში იყო და არის გამოსული პროტესტი და გაჩნდა გარკვეული აუცილებლობები ამ ტიპის კარგად ორგანიზებულ, ცენტრალიზებულ ძალის მიერ ძალადობაზე ორიენტირებულ ძალასთან დაპირისპირებაში მეორე მხრიდანაც, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ორგანიზების. ეს კონკრეტული შეკრება, რომელიც აი კვირას გაქვთ დაგეგმილი, ემსახურება თუ არა ამ მიზანს? ხო, ერთი მხრივ იმას ვიტყოდი, რომ ქუჩაში პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ჩვენც ამის მონაწილეები ვართ, ანუ ის პროტესტი არ შემოდის სადღაც არ ხრება, პირიქით, ან პარალელურად მიმდინარეობს ეს პროცესები ქუჩაშიც და ყველგან სადაც ვიქნებით, უნივერსიტეტში, სკოლაში და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ ფორუმს, რატო ამ ფორმით ჩვენ რაღაცნაირად საზოგადოება გადავეჩვიეთ იმას, რომ ვიკრიბებით რაღაცაზე თანხმდებით და შემდეგ სახელმწიფო მთავრობა ახორციელებს აი ამ ჩვენ წარმოდგენებს იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა, ხო? სხვადასხვა სფერო, მედიცინა იქნება განათლება თუ ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა რომ აი შევქმნათ ის პრეცედენტი, როდესაც საზოგადოების წევრები იკრიბებიან, თანხმდებიან იმ ხედვებზე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს. აი ჩვენ ამ ფორუმზე სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები მოვიწვიეთ და გვაინტერესებს მათი აზრი. ასევე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რომ რაც შეიძლება ფართო იყოს ეს მონაწილეობა და აი ის ხედვები, რაც ჩამოგვიყალიბდება ჩვენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს საქართველო. და ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში საკუთარ თავს ხედავთ, როგორც განმახორციელებელ შემდეგ უკვე აი ამ შეკრებილი მოსაზრებების და ერთიანი სტრატეგიის თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა. კი ბატონო, მარიამ, სიმონ, პოლიტიკური პარტიების ამოცანას რა თქმა უნდა წარმოადგენს საზოგადოების განწყობის შესწავლა, რეაგირება პრობლემებზე, რომელიც აქვს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებს იქნება თუ მთლიანობაში ქვეყანას, მაგრამ მეორეს მხრივ თავადაც შეთავაზება გარკვეული გეზის, რომელიც ყოველთვის შეიძლება ყველას შეხედულებებთან თანხვედრაში არ მოდიოდეს. თავისუფლების მოედანს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გზა აქვს გასავლელი იდეოლოგიური კრისტალიზაციისთვის, ასე ვთქვათ, მაგრამ ბევრ შეიძლება იგონოს, რომ ახლა ამის დროც საერთოდ არ არის, იმდენი გამოწვევებია ყოველდღიურად განსაკუთრებით იმ სფეროში, რომლის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტადაც თქვენ დამსახურებულად ითვლებით. ამას როგორც კომპლიმენტს არ გეუბნებით, ფაქტს აღნიშნავ უბრალოდ. და ის რაც ხდება ახლა, ამაზე თან ოპერატიული რეაგირებების ამოცანაა, ხო? აი ტექნიკური უნივერსიტეტის TSO-ს და არა მარტო მთლიანად განათლების სისტემას და მიმართებაში. ის ხალხი, რომლებიც თქვენს მოკავშირეებად ამ ბრძოლაში წლების განმავლობაში არ ითვლებოდნენ, პირიქითაც შეგვიძლია ვახსენოთ. დღეს ქუჩაში დგანან და დგანან სხვა შორის საკმაოდ ორგანიზებულადაც, აი ტექნიკური უნივერსიტეტის დღევანდელი შეკრებაც რო გავითვალეს. თქვენ ხედავთ მოკავშირეებს თუნდაც აი ამ ადამიანებში. მე ვფიქრობ, რომ ყველა ვინც ცდილობს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს თავხედობას, ძალმომრეობას, განათლების ნგრევას, ყველა არის დასაფასებელი, ხო? ანუ მიუხედავად იმისა, დღეს დაიწყო ამის კეთება გუშინ წინ თუ 3 წლის წინ თუ 20 წელია ამას აკეთებს. სხვადასხვა ფორმით იყო ეს, იგივე ხალხი სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული, ხო, ამაში.
ჩვენ გვინახავს იგივე ხალხი არჩევნების დროს, რომ ანუ ჩვენ ნახეთ, რომ თბილისის უმრავლესობა მიცა ხმა 24-ში ცვლილებას, ხო? ანუ იგივე ხალხი ფიქსირებულ შედეგებს ვლაპარაკობთ, აღარ ვამბობთ იმაზე, რა კლიმატი იყო ზოგადად. ცხადია, ხო? ჩვენ გვინახავს ის, რომ ეს ხალხი კი ბატონო, შეიძლება თქვათ, მაინც ქუჩის პროტესტებში არ მონაწილეობს, მაგრამ გამოხატავს თავის სხვა პლატფორმებზე და სწორედ ამ პლატფორმების გამრავალფეროვნება არის ერთ-ერთი მიზანი და ეხლა ჩვენ მითი რომ ვიკრიბებით არა მაინც ქუჩაში და რაღაცა მოედანზე რაც იქნება და ბუნებრივი თავისუფლების მოედნისთვის ხათია. არამედ ვიკრიბებით რაღაც ახალ სივრცეში, სადაც ვეპატიჟებით იმ ხალხს, რომელიც შეიძლება სულაც არ დადიოდეს ქუჩაში. იმისთვის რომ თავისი ასპარეზი იპოვოს მსჯელობაში, დისკუსიაში, ანუ გამოიყენოს ის თავარი იარაღი, რაც მას აქვს, ხო? თავარი იარაღია ამ ხალხს, ინტელექტუალებს აქვს სიტყვა. და ეს სიტყვა ბევრად უფრო ძლიერია და მართალი სიტყვა ბევრად უფრო ძლიერია, ხშირად ვიდრე პოლიციის ხელკეტი, რაღაცა ქიმიური ნივთიერება, რომელსაც გასხურებენ და ასე შემდეგ. და ეს ფორუმი სწორედ ამისთვისაც არის, მაგრამ ჩვენი თავარი სალაპარაკო სინამდვილეში არის ის თუ არა ანუ ერთი არის რა არ მოგწონს დღეს, ანუ რისი შეცვლა გვინდა, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისი გააზრება, რისთვის ვიბძვით სინამდვილეში. ანუ რას გვინდა რომ მივახციოთ მაშინ და რის კეთება გვინდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც სრულებების დრო მოვა. მე მგონია რომ ცხადია მოკავშირე არის ყველა, ვისაც უნდა რომ ამაზე იმსჯელოს. ანუ იმ ადამიანებსაც შეუძლიათ რომ მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ფორუმში, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან მათი პრობლემების გასაპროტესტებლად, თუნდაც ტექნიკური უნივერსიტეტი. არა, ხოლმე შეუძლიათ, ძალიან კარგი იქნება თუ მოვლენ, ანუ ისინი თუ მიიღებენ მონაწილეობას მომავალი საქართველოს გულისთვის შრომაში და ბრძოლაში, ცხადია ეს ჩვენ ვქნით პლატფორმას. ან ჩვენ არ ვეპატიჟებით თავისუფლების მოედანში. ხო, ანუ ეს არ არის პარტიის ყრილობა, ამიტომ საზოგადოებრივი ასამბლეა და ჩვენ ერთობლივად ვაწყობთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ გამოხატოს ხალხმა საკუთარი წარმოდგენები. მაგრამ ეს არის, რაც მარინ თქვა, ეს არის მე მგონი კრიტიკული, რომ თუ ჩვენ ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მათ ხედვებს და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, იზოლებით უნდა ვაღიაროთ მათი ლეგიტიმურობა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ის პოლიტიკური გეგმა, რაც მათ აქვთ, არის ერთადერთი ჭეშმარიტი და სხვა არაფერი არ არსებობს. ჩვენ თავაზობთ ამის საპირისპირო. ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ ქმნით დაკვეთას პოლიტიკური კლასისთვის და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს თქვენი დაკვეთა იყოს რეალიზებული თქვენთან ერთად. არა თქვენ გარეშე, არა თქვენ საწინააღმდეგოდ, არა თქვენ ჯინაზე ან რაღაც აი ახლა რაც ხდება განათლებაში ეს არის, ხო რომ პროფესორი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა გაერთიანება, ჩვენ გვინდა განვითარება, ჩვენ არ გვინდა რომ დავკარგოთ ჩვენი კოლეგები, მაშინ როცა მოხდება შემცირება მათი, ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ტრადიცია და მეორე მხარეს ეუბნები, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ეს გადავწყვიტოთ და ამიტომაც გიშვებთ თქვენ სამსახურებიდან, გკეტავთ უნივერსიტეტს, ყიდით შენობებს. და ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, თქვენ უნდა დაემორჩილოთ ამ გეგმას. ლევან, პოლიტიკური პარტიების ასეთ კლასიკურ განსაზღვრებებში ასეთ ფორმულაა, რომ რა თქმა უნდა პოლიტიკურ პარტიას უნდა გქონდეს კრიტიკული ხედვა არსებული ვითარების, უნდა გქონდეს უკეთესი საზოგადოების, ანუ მომავლის მწყობრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური წარმოდგენა, მაგრამ იმისთვის რომ ის არ დარჩეს პოლიტიკურ იდეოლოგიურ კლუბად, გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი არის პასუხი კითხვაზე როგორ. აი ამ შეკრებას რისი პრეტენზია და ამოცანა აქვს? ეს არის ვთელობა, რომ ქუჩაში არსებული ემოცია განწყობა შევიდეს შენობაში, ეს არის ამოცანა, რომ იქიდან რაღაცა სხვა მუხტი დაბრუნდეს უკან, თუ აი რა არის მიზანი, რადგანაც გადაგაწყვეტინათ, რომ აი რაღაც დახურულ სივრცეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა თლაც სამეცნიერო კონფერენცია კი არა, მაგრამ რაღაცა ტიპის პოლიტიკური პლატფორმა ამუშავდეს. კი, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის და საკითხი არის ეს, როგორ არის ხოლმე ყოველთვის ესეთი ძირითადი გადამწყვეტი შეკითხვა და უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი, რომ იმისთვის, რომ მოქმედებაში მოხვიდე და შექმნა ორგანიზებული პოლიტიკური პროცესი, უნდა იცოდეს სად მიდიხარ, ხო? ამიტომ მომავალზე შეთანხმება არის აი ამ როგორის ძალიან მნიშვნელოვანი
პასუხი ასევე ამ შეკითხვაზე. ასევე ჩვენი ამოცანა არის ის, რომ წინააღმდეგობა გაძლიერდეს და წინააღმდეგობა გაძლიერდეს ზუსტად იმით, რაზეც ჩემი მეგობრები საუბრობდნენ ახლა, ხო, რომ სხვადასხვა ადამიანებს, რომელსაც შეუძლიათ მეტის გაკეთება, გარდა იმისა, რომ გააპროტესტონ, გარდა იმისა, რომ იდგნენ რუსთაველზე, მიეცეთ მეტის გაკეთების შესაძლებლობა. და ასევე ალტერნატივის ჩვენება. იმიტომ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რა არის ქართული ოცნების მოდელი, ხო, მართვის. ქართული ოცნების მოდელი არის საკუთარი უსუსურობის შენიღბვა პოლიციელის ხელკეტით და ფარით. იმიტომ რომ მას არ შეუძლია აი ამ დისკუსიაში. რატო დებატების გამართვას? ძალიან მაგარი. კი, ხო, მაგრამ ხო, ძალიან. ამიტომ ხოჭერს მაინტერესებს, მიგიწვიეს თქვენ? არა, მიგიწვიეს, არანაირ. ხო. რა ფორმატში მიიღებთ მონაწილეობას? ნამდვილ დებატებში. მაგალითად, აქ რომ მოგზადეს ნებისმიერი მათგანი, თქვენ ხომ მიიღებთ მონაწილეობას ასეთ დებატებში? მოვიდნენ და ასე მოვიდნენ და ხო, ანუ ეს მზაობა მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მხრიდან ყოველთვის და ჩვენი მხრიდანაც არის დემონსტრირებული. მოედანი საერთოდ შეიქმნა როგორც სივრცე, სადაც ადამიანები საუბრობენ და აუც თუ მოვლენ დავждდე და ვილაპარაკოთ, ხო, მაგრამ ამიტომ ეს არის რა. ამიტომ გვინდა რომ გავაძლიეროთ ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა, იმით რომ ხალხს მივცეთ შესაძლებლობა და ალტერნატივას ვაჩვენოთ, იმიტომ რომ მათი მართვის მოდელი ჩვენ უკვე კარგად ვიცით, ხო რა არის, ეს არის დაშინება, იძულება, ძალადობა ადამიანებზე და ეს მათი უსუსურობა ინიღბება ამითი რა, რეალურად რომ ჩვენ დაგაძალებთ, გვაქვს უფლება რომ გავაერთიანოთ უნივერსიტეტები, ხა ამას ამტკიცებენ, ხო? გვაქვს უფლება რომ აგიგზავნოთ ტროტუარზე სიარული და შეგვიძლია რაღაცა ვაკეთოთ, ყველაფერი უსინდისობა. რასაც თავისუფლების მოედანი ახლა თავაზობს საზოგადოებას, არის სრულიად განსხვავებული რამ. ეს არის პოლიტიკური პროცესის შექმნა თანხმობაზე დაფუძნებით, რომ საქართველოში ჩვენ ბევრად უფრო მეტი რამე გვაერთიანებს ყველას, ვიდრე გვყობს. და ის დრო უნდა ჩაბარდეს წარსულს, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ არსებობს ალტერნატივა და რომ ქართული ოცნების მმართველობა არის არა საქართველოს ბედისწერა, არამედ საქართველოს განსაცდელი, რომელსაც ახლა ყველა ერთად უნდა გაუმკლავდეთ და ამას გაუმკლავდებით შეთანხმებით, ერთად მსჯელობით და ზუსტად აი ამ მმართველობის მოდელის ჩვენებით, რომ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს შეგვიძლია გავიგოთ რა სურს საზოგადოებას, მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ განახორციელოს საკუთარი მიზნები. ერთობლივად ვიმუშაოთ, აქ ის კი არ არის რომ პარტიული რაღაც. არა, შევიკრიბოთ, ვიმჟელოთ და პოლიტიკურმა პარტიამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ ყველაფერში და საქართველოს შეუძლია ააშენოს ბევრად უფრო უკეთესი მომავალი, ვიდრე გვთავაზობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ მომავალზე საერთოდ არ ლაპარაკობს. ხო, საერთოდ არ ლაპარაკობს მომავალზე და ამ მომავალს შექმნით არა ვიღაცის მოტყუებით, ძალადობით და დაჩაგვრით, არამედ შეთანხმებით, მსჯელობით და ცივილურად, როგორც ეკადრება განვითარებულ ქართულ საზოგადოებას. მარიამ, რა უნდა იყოს თავარი გზავნილები აი ამ პლატფორმის შეკრებიდან? ეს ლევონმა ჩამოთვალა ახლა თავარი გზავნილების და მიზეზებიც, მაგრამ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ ტიპის ავტორიტარულ რეჟიმთან წინააღმდეგობა ჯერჯერობით არაეფექტურს ხდის. ანუ ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ ეს რეჟიმი როგორც ავტორიტარიზმი ვერ კონსოლიდირდა, სულ პრობლემები აქვს და ამიტომ იღებს და იღებს ბეჭდავს ახალ კანონებს და ავსებს და ასე შემდეგ, შენს დაგიჭერ იძახის და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ რო ვთქვათ, ხო, ნუ ფაქტია, რომ ჯერ ისინი ძალაუფლებას ინარჩუნებენ, ხო? ჩემი ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც არის ის, რომ საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც ბევრი მიზეზი აქვთ, რომ იყვნენ კრიტიკულად განწყობილები არსებული სიტუაციის მიმართ, ხელოვნურად კულტივირებული შიშის თუ რაღაცა ობიექტური მართლა საშიშროებების გამო გუობენ არსებულ სტატუს კოს და არ შემოდიან აქტიურად პოლიტიკურ პროცესში. აი თქვენ და ასეთები არიან მაგალითად ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, რომელიც რაღაც ეტაპზე ძალიან აქტიური იყო, ახლაც კრიტიკულად განწყობილი, მაგრამ ან ხელი ჩაიქნია, ან ინდიფერენტულია, ან ვერ ხედავს მიზეზს ახლა გააქტიურდეს. ასეთები არიან სოციალურად დაუცველი ჯგუფები, რომლებიც ამ ქვეყნის ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენენ და ყოველდღიურ პრობლემებთან ბრძოლაში უბრალოდ ვერც ახერხებენ ფოკუსის სხვა რამეზე გადატანას, ესეც ხელოვნურად არის შექმნილი. აი ამ ტიპის შეხვედრებთან და პლატფორმებთან მათ რა სიგნალი უნდა გაუგზავნოს? ერთი დაგეთანხმებით იმაში, რომ ეს იმედგაცრუება არსებობს, იმიტომ რომ თავიდან როდესაც არჩევნების შემდგომ აქტიური იყო პროტესტი ქუჩაში, მაინც შინაგანად ყველა ველოდით, რომ მაშინ მოხდებოდა ეს გარდატეხვა და როდესაც არ მოხდა და
პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდა, ამისთვის ალბათ არ ვიყავით მზად, ხო, როგორც საზოგადოება და ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, ამდენი დღის განმავლობაში იდგე ქუჩაში, ითხოვდე დემოკრატიულ სახელმწიფოს, ხო? ითხოვდე რაღაც საბაზისო შენი უფლებების დაცვას. ამიტომ ჩვენთვის ძალიან კარგად გასაგებია ის, რომ უამრავ ადგილას დავდივართ ჩვენს რეგიონებში, ხომ მომავალ კვირასაც კიდევ ერთ სოფელში ჩავალთ, სხვადასხვა ქალაქში მივდივართ და ვესაუბრებით ადამიანებს და ეს ფრუსტრაცია არის ნამდვილად და ბუნებრივია, გასაგებია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა თუნდაც ამ ფორუმის ორგანიზებით, მათ შორის ემსახურება იმასაც, რომ გაჩნდეს ეს იმედი და რწმენა, რომ კი ჩვენ გრძელვადიან პროცესში ჩავებით ერთი წლის წინ, მაგრამ უბრალოდ არ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ რაღაცნაირად დავნებდეთ და ის, რაც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს ამ ჩვენ წარმოდგენებს, იმიტომ რომ აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ხელისუფლება იყოს ლეგიტიმური, როდესაც ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუკრძალოს პოლიტიკური აქტივობა ან არჩევნებში მონაწილეობა. ხო, აი მაგალითად თელ ემიგრაციას აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა. დღეს ან მაგალითად ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ან უბრალოდ საერთაშორისო დაფინანსების წილი 20%-ს აღემატება, ანუ მთელი კატეგორია საზოგადოებისა საკმაოდ დიდი, უბრალოდ მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად აქცია, ხო, დაწყებული ჩვენი ემიგრაციით, უზარმაზარი ნაკადის შემომტანით, როგორც ინტელექტუალური თვალსაზრისით, ასევე ფინანსური, რაც არ არის მეორე ხარისხოვანი, ასევე ქვეყანაში აქ ადგილზე მყოფი ადამიანებისა, რომელსაც უბრალოდ უგრძალავს პოლიტიკაში. კი, პარტიების აკრძალვაზეც რომ იყოს საუბარი, ხო, თუ კი გაქვს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რაში უნდა გჭირდებოდეს, რომ აკრძალო პარტიები, ხო? და ამიტომაც ჩვენ რასაც ხედავთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტეს აჩვენებს მათი მხრიდან და წარმოუდგენელია, რომ აი ესეთ მომენტში ჩვენ ფარხმალი დავყაროთ და არ ვიბრძოლოთ. მგონია, რომ ეს ფორუმი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ აი წეგან იკითხეთ, ხო, რომ აი ის ადამიანები, რომლებმაც დღეს დაიწყეს პროტესტი, რომ შემოგიერთდეთ, თქვენ მზად ხართ და ჩვენსა და ოცნება შორის განსხვავება ისიც არის, რომ ჩვენ გვინდა გავაერთიანოთ ეს ადამიანები და თუნდაც განსხვავებულად ფიქრობდნენ გარკვეულ საკითხებზე, მოვიდნენ და ისინი საზოგადოების ნაწილი არიან, მათაც უნდა შემოგთავაზონ, როგორ ხედავენ განათლების ცხოვრების გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. მათთვისაც ჩვენი ხედვა არის ის, რომ საზოგადოება არ უნდა დაიყოს, არ უნდა გაიხლიჩოს დღეს რაც არის, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ ასე გაგრძელდეს და ეს ფორუმიც არის აი ამ ერთიანობის საწყისი წერტილი და მადლობა მარიამ და ბოლსიმონს უფრო მეტი მინდა გითხრას უშუალოდ ფორმატთან დაკავშირებით, აი კვირას 3 საათზე ელით ხალხს ვის შეუძლია მოვიდეს, რა ფორმატით იქნება ეს, მე ნახე თქვენს ანონსებში, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, სპიკერები, ნინო კასრაძის დაწყებული, ბევრი საინტერესო ადამიანი გაგრძელები, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები. კი ბატონო. 3 საათზე ვიწყებთ, ეს იქნება ექსპო ჯორჯიაში, მე-11 პავილიონში. იქნება 3 საათიანი შეხვედრა და დროს დავიცავთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი ქართული ამბავი, სადაც რაღაც გვიან დავიწყებთ და გვიან დავამთავრებთ და უზომოდ გაიწელება. იქნებიან გამოსვლელები, ეს არის 7 გამოსვლელი, ლევანი ერთ-ერთი იქნება, მაგრამ ძირითადი ნაწილი იქნება საზოგადოების წარმომადგენლები სხვა სფეროდან, მათ შორის მაგალითად საგანმანათლებლო სფეროდან, სამედიცინო სფეროდან, სხვა რეგიონიდან საქართველოსი იქნებიან, რა ვიცი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ასე შემდეგ. აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს არა მხოლოდ კითხვების დასმაში, არამედ იგივე საკითხზე პასუხის გაცემაშიც, რასაც უნდა უპასუხონ თითოეულმა გამოსვლელმა და თითოეული გამოსვლელი პასუხობს კითხვას, როგორი საქართველოს გულისთვის ღირს შრომა და ბრძოლა შემდეგი 20-30 წლის განმავლობაში. ანუ რა გვინდა რომ იყოს ამ 21 საუკუნის გაგრძელება, ხო, ჩვენი ისტორიის, ხო? ის რო არ გვინდა, ის რაც დღეს ხდება, ეს ამაზე შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ როგორი გვინდა რომ იყოს, მაგალითად გვინდა თუ არა რომ ანუ ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას
რომ საზოგადოებაში არის პოზიტიური მიზნები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამას ქართული ოცნება გვისწავს. ქართული ოცნება მოსახლეობას აშენებს, რომ ერთ-ერთი მიზანი, რაც ამოძრავებს იმ ხალხს, ვისაც სრულება უნდა, არის შურისძიება და ეს არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რაც უნდა სინამდვილეში საზოგადოებას. და საბოლოო ჯამში ეს იქნება დასაწყისი რაღაც პროცესის, რომელიც დაიწყება იმ დღეს, მაგრამ გაგრძელდება ცხადია სხვადასხვა ქალაქებში, ანუ გაგრძელება იქნებოდა ის რაც რაგრძნობითაც რეალურად წავა ყველა იქ მონაწილე. მადლობა სიმონ და ბოლოს ლევან მაინც კიდევ ერთხელ მოგცემ შესაძლებლობა საქართველოს გულისთვის ადამიანების დაპატიჟება არ უნდა ჭირდებოდეთ, მაგრამ მაინც კონკრეტულად რას ეთქვა. გაგრძელება იქნება, ეს არის ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაესწრება ამ ფორუმს, ვინც მიადევნებს თვალყურს მართლა ახალი ეტაპის დასაწყისი, საქართველოს გულისთვის მართლა ყველა უნდა შევიკრიბოთ. ბევრი განსხვავებები შეიძლება გქონდეს ერთმანეთში, ბევრი უთანხმოება, ბევრი წყენა და ასე, მაგრამ ერთ ნიადაგზე დგავართ, ერთი სამშობლო გვაქვს და ერთი პრობლემები გვაწუხებს პრინციპში. და ამიტომ უნდა დავდგეთ ერთმანეთს უნდა გავაზიაროთ აზრი გულწრფელად და უნდა დავინახოთ ის მომავალი მართლა რომლისთვისაც ღირს ბრძოლა და შრომა. და მართლაც დრო არის რომ ყველაფერმა ამან და ახლა დგება ეს კრიტიკული მომენტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ, იმიტომ რომ საზოგადოება შეთანხმდა ცვლილებების აუცილებლობაზე. ეს ძალიან დიდი მიღწევა, მათ შორის წინააღმდეგობის, პროტესტის და ყველაფრის, რომ პრინციპში ამაზე კონსენსუსი არსებობს და ეხლა ზუსტად არის ის მომენტი, როდესაც კარგი შევთანხმდით როგორ აღარ გვინდა, ვიცით რომ ცვლილება გვინდა და ეხლა სად მივდივართ. და როდესაც ჩვენ დავინახავთ სად მივდივართ, მაშინ ის გზაც კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ ისევ საქართველოს გულისთვის. და ამასთან ერთად გამოჩნდება რისი გამკეთებლები ვართ საქართველოს გულისთვის. მადლობა უთხრა ჩვენ სტუმრებს, შეგახსენებთ რომ 8 თებერვალს 15 საათზე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თავისუფლების მოედნისა და საზოგადოებრივი ასამბლეის ორგანიზებით ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის სამოქალაქო ფორუმი გაიმართება. წარმატებას უსურვებთ ამ მუშაობაში, კვირას დროებაში უკვე შედეგებსაც გაგაცნობთ. მე აქ დაგემშვიდობებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. შევხვდებით ერთმანეთს უკვე პარასკევს. ნახვამდის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.